ეხა 150 მეტრში წრიულზე იმოძრავებ მარცხნივ. მალე წრიულზე იმოძრავებ მარცხნივ. მალეზე ჩავუხდე პირველ რიგში. იჭერ მარცხენა ძოლს, ეხლა რა ნიშანი გაქვს? დათმობა ხო, შეანელე, აი ეგრე, ყურადღებით. თან იმად მარცხენას უთმობ, იმიტომ დათმობის ნიშანი გაქვს, ხო? კი. აი იგი გახედე, ეხლა იქით გააფიქსე, არავინ არ არის და ნელ-ნელა შევედით და მივდივართ მარცხნივ. ეხლა იქიდან მომავალ უკვე შენ გითმობს, იმიტომ რომ შენ ხარ უკვე იმისთვის მარცხენა. მარცხნივ და მარცხნივ? არა, მარტო მარცხნივ. აი ეს, წადითამამად, აი ეს, შენი ზოლით. მარცხნივ იქნებოდა ოკეი, კი ბატონო, არა, იქით მოტრიალებ. ეხლა წრიულზე მიმოძრავებთ პირდაპირ. ანუ მარცხნივ იქნება მარტო თუ მარცხნივ, ანუ შენი მარცხენა ზოლით აკეთებ ორივე მანევს. ეხლა წრიულზე მოძრავ პირდაპირ. რა ხდება ეხლა დააკვირდი, მიიწი. პირდაპირ მივდივართ. ოდნა ვაუში, გააშიაფასე ისინი, არავინ არ არის და წავედით. ისინი ქვევიჩადიან. ოღონდ პირდაპირ, ნახე, მაგ შემთხვევაში არ თავ ციმციმას მიხვდი? აი, წონი გაკაკად და წავედით. ყურადღებით ნელა შეანელე. აი, არა ინტერესებს ხო ხედავ? ხო. ხელი და ოღონდ ნახე, ეხა წავედით. წითელი თვითონ ხელი დავით. კი, ოღონდ არც უნდა იგორაო რა, ესე ზედმეტად რა, ნახე, ხო დავუთმეთ, მაგრამ ცოტა გორაო, ხო? არ დაგაცდის მაგას გამომცდელი მაინც რა, ანუ დავუთმო, ესე იგი ჯობია, კარგად ნელ-ნელა მშვიდად გააჩერო გო. მithumetes აი ესე გადმოდიან არ ეჩქარებათ, დაგათორმოზებინა ესე ხელით, მაგრამ სხვა გზა არ არის. მიდივართ პირდაპირ. აი, ეხლა გვეტევით ზოლში, ხო, თუ ვერ ვეტევით, უწყვეტია, მაგრამ შეგიძლია ესეც ჩაერთო გადაკვეთა. თავარი პრიორიტეტი ისაა, ოღონდ მიზეზოდ არ უნდა გადაკვეთო რა. ეხლა იამის გასაცილებლად? ან რბილად უნდა გადაიარო, მაგრამ შეიძლება ის იამა იყოს ისეთი, რომ ჭაიყოს ხო სიტყვაზე ახდილი. ხო ვერ გადაივლი რბილად რა. ეგეც ჩათვალე იგივე დაკვრება, აი უნდა შეაფასო ღირს გარიდება გადასვლა, თუ შეგიძლია მოაგორო შენ ზოლში. ეხლა წრიულზე მიმოძრავებთ მარცხნივ და კიდევ მარცხნივ. სიტყვაზე 100 მეტრში. ეხლა მალე წრიულზე მიმოძრავებთ მარცხნივ და მარცხნივ. აქაც ყურადღებით, ნახე. აი, შენელება, ნახე. ეხლა ის ცოტა არ იყოს შორს არის, ხო? ოღონდ და ეხლა აქეთ გამოხედვა მაინც არავინ არ არის. აქედან მომავალი შენ გითმობს, მაგრამ უნდა დააფიქსირო გამოხედვა. აი, აქითაც გამოხედვა ერთი. აი, ეს მიხდი, ანუ რბილად აკეთე რომ ყველაფერი მოასწრო რა. შენ გზაზეც გახედვა რა. ეხა 300 მეტრში შევხვდით მარცხნივ. მარცხნივ? კი ბატონო. პატარ-პატარა არ ჩანს და იმ ხელაზე ვარდება მე მანქანა რომ გავუდის. ეხლა 150 მეტრში მიმოძრავებთ მარცხნივ. ზოლი შუაში დავდიოდით რეალურად. რა. უბრალოდ განამჩოჩით. ეხლა მალე შევხვდით მარცხნივ.
ჯერჯერობით ამ ზოლს. ავტობუსის ტემპით. ამ შემთხვევაში ხო იძულებულები ვართ რა. დაულაგებიათ ეს ქუჩა მახსოვს ან არაფერი არ ყავდა დასახაზული ყავ. ხო, მაგრამ შეგხვდება ეხა გაგახსენებს ძეს დროსაც. from ხილაია. ეხა ნახე რა ხდება ყურადღებით. მიდივართ პირდაპირ მივუყვებით გზას, ხო? ეხა ნახე ამ შემთხვევაში ეს ავტობუსი აქ ჩერდება, ხო? მაგრამ აქ ეხა მანევრს ვერ გააკეთებ ისე. ხო, ელოდები რა გამოცდის. ხო, ზოლიც არ დაჟეს. დაჟე უწყვეტი ზოლია, ხო? იმიტომ ეს ავტობუსი როიც რამოდენიმე წამში დაიძრება, მოგვარდება, ხო? მანევრს არ ჩქარავ. სიტუაციაზე აქ რო ავარიულად რაღაცა მანქანა და იძულებული იყო გადახვიდე, ხო, როგორც ცა. მაშინ ოკეი, ჩაურთავ და გადახვალ, ოღონდ ისიც რომ ისე რომ იქიდან მომავალ დაბრკოლება არ შევა. ეხა აქ რა ხდება, ნახე. აქაც აი ეგრე უწყვეტი ზოლია, ხო, მაგრამ ვერ ვეტევი ზოლში, ხო? ანუ ამ უწყვეტის გადაკვეთაც შეგვიძლია იმ დონეზე, რომ ამასთან მქონდეს სათანადო დისტანცია რა, დაბრკოლებასთან ახლოს რა არ ჩავერო. დაუბრუნდეთ და გავთიშეთ, აი ეგრე. ეხა კარგად დაგვემთხვა ეს ტრანსპორტი, მაგრამ ნუ სხვა გზა არ გვაქვს. აქაც ალბათ ხო, კი, სადაც ვერ ეტევი ზოლში ჩართული გაქვს აუცილებლად. აი ეგრე, აქაც. ნახე, აქაც ვერ ჩაეტევი, ხო? კი. უწყვეტია, მაგრამ პრიორიტეტი არის დისტანცია როგორც თქვით რა. მოდი ეხა თუ გინდა გავასწროთ, რომ არ მაგრამ ხო, ეს ეხა საგამოცდოთ არ ვიძახი რა. არ მიზარება. მაშინ ხო დაელოდე, კი ბატონო. საერთოდ მის ხო, ოკეი. ჯერჯერობით. მაშინ აუცილებლად გამოცდაზე ესე ელოდები, კი ბატონო. ჯერჯერობით. მეც ესე ჯობია რა თქმა უნდა ხა, ნუ გააჩნია რა, უკვე მაგას გამოცდება და რაღაცა გასწავლე. თავარია იყოს უსაფრთხო ყველაფერი რა. ეს ჩვევიდან ნენელა გადამივაიცოთ გამოცდილებასთან ერთად. ქალაქში რო ეხლა ნერვები არ გეშლება და მოთმინება მაღალ დონეზეა და მე უკვე ნახოთ. თუ დიდი რაც უფრო დიდი ხანი იქნება, ესე კარგი იქნება. აი სწავლის პროცესში ის არის. მიხარია კიდე სასიამოვნოა. ამასია ტაქსისტი მიყვებოდა რომ საცობში მოვყევითო და ეს გვერდზე მეჯდაო და თვითონ ის იყო ისეთი განრიულებულია და ისეთ დღეში ჩავარდა საცობში დგომაში გზავრი რა კი დაჟე თვითონ გვერდზე არა არია ხო ეგრე რო იღლები მე და ეხა გავასწროთ აი თავმად ეხა უკვე გამოცდის პროცესს. კი. გავუთიშე. ხო, გადაკვეთილი გაქვს, მაგიტო გაქვს ჩართული. ოკეი, კი ბატონო. მგონი ეს აქ არც ვიცი აქ თუ არა, მაგ ჩართული უნდა მქონდეს. კი, სან თუ ეხლა არა, მაგ ეხლა გახარ ზოლში, ნახე, გადაკვეთის პროცესში, ნახე. აი, აქაც ოღონ ამ დროს იმას ოდნავ გამოატარებ და ეხლა დაიწყე მიხდი. ოღონ ისე ძალიანაც არა, ნახე, ეხლა აქ დიდი დისტანცია, მიხდი, ხო? ძალიან გადმოვიდა. ხო, რა, თუ არ გჭირდება, მაგნიტით არ გადადიხარ. აი, ეგრე და ეხა მალე შევხვევ მარჯვნივ. აი, მიხდები, კეთვი, აი, შევხილოთ. ეხა მალე წრილზე იმოძრებ მარცხნი და კიდევ მარცხნი. არ ჩქარობს არის ეს. ეხლა კი. აი, ეხლა დავით. დავით თავმად ეხლა და ვიმოძრავთ პირდაპირ. აი, ეგრე ბატონო. ოჩახ. მაგდოს ან შეიძლება გვერდზე გაიცროლოს ან საფურავი გაჭრას ან რაღაცა და მაგასაც ნუ
აკვირდები ფეცლების და გვარად რა. ამ გზებზე ველოსიპედი გავხეთქე, საბურავი გავხეთქე, იმით ძალია ხო? აი რაღაც ხო, შეიძლება ჭრელი რაღაცა იქ. თავინერთ მარტო არ ვიყავი და ვიღაცას ჰქონდა ეს დასაბერი. კამერა. უიაკ, უნდა დავალდებოდი ალბათ, ხო? წესით იწამოვიდა დარღვევაზე ამ შემთხვევაში. კი, მაგრამ მაინც მე ხო, რა თქმა უნდა. დალოდებოდი რა. ანუ მანევრი რაც გაკეთე, ეხა ნორმალური იყო ეს, ეხა საშიში არ ყოფილა. თავარი იგძნო რა ეგ. ხო. ანუ ეხა ხო არიდება ხო გააკეთე, ესე იგი всё. მიყვებით პირდაპირ ჯერჯერობით ზოლს. დათმობის ნიშანთან რო გაჩერდე, ხილვადობა არ გიქნება, ხო? ანუ მიიწევ. ცოტა წინ მიიწევი სადაც ხედავ. კი, პირდაპირ მიდივარ, ნახე. აი აქ თითქმის აჩერებ თუ გინდა რომ და იყურები აი ეს წინ მიიწევ ცოტა და აი ესე გახედე და უთავ მარცხენად სიმციმას ოღონდ მიიწევ. კი. იმიტომ რომ ფაქტიურად აქეთ შევუერთდი, ხო გზას? ეხლა რატომ მიგწი ესე რა, რომ მაგას სარკეში ვერ დაინახავ, ხო? იმიტომ რომ ზედა ჩამოდიხარ. ამ გახედვა საფიქსირებ რა ფანჩრიდან. პლუს ამას ეხა დათმობის ნიშანი გადმოვკვეთეთ და სადაც ხილვადობა ქონა იქ გავჩერდით, ხო, მაგრამ რო იყო სტოპ ნიშანი და რაღაცა იმ სტოპს არ კვეთს რა, იმ სტოპთან ჩერდები ვეჭველი, იგივე მოქმედებას გააკეთებ. ფანჩრიდან გაიხედები, ოღონდ კიდევ ერთხელ უთავ მარცხენად ციცე. ხო, აქეთ წამოვედით, მაგრამ გზას შემოვერთდით მარცხენა მხარეს. შესაბამისად უთავ მარცხნივ რა. ეხა 50 მეტრში წილზე მიმოძრავთ მარჯვნივ, აქ კაი საჭმელებს აკეთებ. შემოვიდა. 150 მეტრში წილზე მიმოძრავთ მარჯვნივ. მალე წილზე იმოძრავ მარჯვნივ. აი, კი ბატონო, სარკე. ეხლა რა ხდება? მიდივართ მარჯვნივ, არა. მალეზე ჩართული გაქვს. ყურადღებით შენელდი, ნახე, იმას გამოატარებ აუცილებლად და წავედი მარჯვნივ. ახლოს შენ ზოლში. ეხლა რა ხდება? ხო მარჯვნივ წამოვედი, წრიული აუღნიშნე, იმიტომ რომ წესები ისევ იგივე წრიულის მოქმედებდა, ანუ ამასთან დათმობა მაინც გევალება აუცილებლად, მიხვდი? მიუხედავად იმისა, რომ გამოდივა. ხო, ფაქტიურად წრეზე არ შევსურვართ ჩვენ, მაგრამ წესები მოქმედებს წრიულის რა, ეხლა მარჯვნივ მივდივარ. მალე შევხვევ მარჯვნივ, ვეღარ ვახტრებ უცხოთ. კი, თან რო გიხსნი. ეხლა მალე წრიულზე იმოძრავ ისევ მარჯვნივ. ნახე, აქაც, ნახე, იმას აქვს უპირატესობა. და ეხლა წავედი. ის თითქოს შენ არ გეხვა, ის წინ ვიცმიდის იმისია. ესეც შევატარეთ და ავდივართ მარჯვნივ. ეს შესახვევით შუქნიში ნამდვია და იმიტომ. იხდი? და გასაჩერებელიც არ არის. გასაჩერებელიც ხო, ზეგხაზიც არ არის შესაბამისად, კი ბატონო. ანუ მივხვდი ხო პრინციპი, რომელ მხარესაც არ უნდა წახვიდე, მარჯვენა შემთხვევაში წრიული ფაქტიურად არ გეხება, მაგრამ გეხება წრიულის წესები რა, მარცხნიდან მომავლის უპირატესობა ანუ რა, ამ შემთხვევაში. ცეთხის ცოტა თავბრუს დაგახვევ რა. აი გზები სხვა სავარჯიშოდ რა. იქ ვერ ჩაეტევი რო განსაზღვრო დისტანციები განსაზღვრო ეს გახედვები წრიულებზე და რაღაცები რო კარგად მოერგო. აი, გადოდნო, ეხლა 150 მეტრში წრიულზე ვიმოძრავთ მარცხნივ. წრიულზე იმოძრავ მარცხნივ. ოჩა ხარავინ არ არის, პირად შედიხარ. აი. ეხლა მალე წრიულზე იმოძრავ ისევ მარცხნივ.
7-ად რა, ნახე მეც უკვე სანერვიულო აღარ მაქვს სიტყვაზე, მიხდი? როგორც გამომცდელს რა. გახედები და ეგ არის. ის იქნებოდა სიტყვაზე მარცხნივ თუ გეტყოდი, წახვიდოდი უკან და всё, ეგ არის. აქ ეხლა ჩავეტიეთ, კი ბატონო, ოკეი. მიდიოთ ეხლა ჯეჯეობით პირდაპირ, ისევ. Алло. დიახ. კი, ყავდა ოღონდ ჯერ აი ჩემი დაც იყო მისული და ვეღარ განსაზღვრეს, ვეღარ მოიფიქრეთ და მაგითო ვეღარ მივიღეთ გადაწყვეტილება. ვერა, ჯერ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს სამწუხაროდ და ბოდიში. უფრო დავლაგდებით აი 2 დღეში, 3 დღეში გვეცოდინება რა. და რომელს გადავწყვეტ ორივე ვარიანტ გეტყვით, ანუ კი ის თუ არა. ბოდიში და მადლობა. გაიხარ. Аксе პრამეგოლი ის თავად გადმოაჩენეს. ხო, ვერ გაიგებ რა, ანუ აი ეს სიმშვიდე უნდა გქონდეს და იდეალურია. 40 იყო და აი ეს ახლა კარგად მიდიხარ 30-ით ყველაფერს მოახერხებ რა. 20-ითაც არ ნაიარო თუ ახლა ისეთი დაბოლება. პარად ხელადობა რო არ იყო, მაგით შევაჩერე საკმართი იდეალური იყო ნამდვილად. კი, მაგრამ ნუ იძულებული გაგხარდა, ამიტომ როგორც ახლა გააკეთე, მოგვიწევდა ისე 60-ზეც და მერეც, მაგრამ აი ეს რო გაჩერებული იყო სიტყვაზე, იქ უკვე შენ აღარ ეპატიჟები ასე რო ვთქვათ რა, მაგრამ აი ესეც შენ უნდა შეგეძლოს ეს გაჩერება, ეს რო გამოხდა, რომ ის გამოცდელი არ გახადო იძულებული, რომ იმან დაგიტორმოზოს, მიხვდი? კი. მიხვდეს რომ თან მიხვდეს რომ ხო, შენ მზად ხარ ამის უხეშ მოქმედებისთვის რა. მიდივართ ახლა პირდაპირ რომ წავიდეთ. შეგიშალოს თავარი. ხო, ნიშლის და კითხვა. საკმაოდ ბევრი რამე. საფიქრალი, ხო? ხო რა, მაგრამ დღეს ძალიან კარგი იყო ყველაფერი. უბრალოდ მიმართულება დაგეგმო, ეხა ამ წრიულებს იმიტომ გაკეთებინებ, რომ აი ეს შესვლამდე წრეზე შესვლამდე ნიშანი გააკონტროლო და გააკონტროლო შენი ზორი რა. საითაც არ უნდა წახვიდე, რომელი ზორიდანაც იწყებ მანევრს რომ გავყვე. მარცხენ თუ მიდიხარ, მოიმზადო მარცხენა და გაყვე მარცხენა ზოლს და ნაჩვენი უკვე იმის მიხედვით სად გიკარნახებს. ჩქარად თუ არ გააკეთებდა რაღაც საპრობლემო დიდად არ იქნება. მიდივართ პირდაპირ, ამათ მიყვებით, ოღონდ ნუ ფაქტობრივად ახლა ჩვენ ვერ ვასწრებთ ყურადღებით არ. აი, დახატული ეს? რა, ფეხით გადასასვლელი. აქ არა. გონიკი არ არის, იმიტომ რომ თელეკი გვაქვს ჩვენ, მაგრამ იქ იქიდან აუცოს კონტროლი. არ მე იმას ფიქრობდი რომ საერთოდ არ არის დახაზული. სტეიქ ხაზი არის აქ ჩვენთვის. ქვეითებისთვის არ არის, ხო? იქ თავრდება ოცნავარი ადგილი. თუ დიზაინი. იქიდან კი განვიხარ, მაგრამ აქ მე ვეღარ იგებს ახლა. ეს ხატულების გვიჭობთ რაღაცა, ხო? ხო, ოკეი. რაღაც იქ ზევით არ მგონი. ფაქტობრივად ოდნავ მარჯვნივ შევდივარ და მე შენი გზის, ხო რა, მარჯვენა გზაში რა, პროცესზე რა თქმა უნდა. ის რატო შემოდის პროცესზე? არა. და ჩაიდებოდი. ისე მოდი.
გაშინებენ თავით. აი, წავედით. აი, ერთი გამოხედვა მაინც ფორმალურად აქედან კონტროლში მქონეს. აი, ისი გავაგზავნებთ მოძრაობას. ეხლა 150 მეტრში წრიულზე ვიმოძრავებთ პირდაპირ. ჩავუარე, აი, ეგრე ოდნავ თქვით, იმენა. ხოჭა. აქაც იგივე გჭირდება, ჩართული გაქვს. ოღონდ ჩავუარე პირდაპირ მასე, აი, ეგრე. გაუთიშე. ეხლა წრიულზე ვიმოძრავებთ პირდაპირ. დააკვირდი კარგად ეხლა შენ ზოგს. არიჩქარო. პირდად. აი, ეგრე. მარცხენა მარა. კი, გიჭირავს ეს ზოლში ერთი გამოხედვა, მაგრამ შენ გითმები და შენი ზოლი თო. ნახე? იხდი? აი ეს. და ნახე, ხო, ესეთი მოძრაობები გავაკეთე, მაგრამ პაუერინგი არ გვევალება, იმიტომ რომ პირდაპირ წამოვიდეთ. ეხლა წრიულზე ვიმოძრავებთ მარჯვნივ. აი, საიდან გიხდება, ნახე, მოხდა. მალე წრიულზე ვიმოძრავებთ მარჯვნივ. აქაც იგივე. შენელება. იქ კონტროლი, არავინ არ არის და მივდივართ აქეთ. მიხდი? კი. ანუ იგივე რა, მარცხენასთვის რო დაგეთმო ვინმე რო ყოფილიყო რა. ეხა იმახო და ინახე უხეშად რო ეს მარჯვენა ჩაგაკეთე. და რა, ანუ მაგასაც, ნუ უნდა მივაქციოთ ყურადღება რა. კი. და ნახე, რბილად იმით ვაკეთებ, რომ წრეზე ნახე ცოტა ესეთი მანევრები ხო დაგჭირდა, გახედვებით უნდა მოასწრო და თან ზოლის არივაც არ უნდა გამოგივიდეს რა. აი, მაგითო დავიბენი ხო, იყოს მაქსიმალ, ანუ მანევრის დროს აი მალე გააკეთე და რაღაც არავინ არ გეთქვა, რაც არ უნდა ნელა გააკეთო, პრობლემა არ არის, იმიტომ ანუ ვერავინ ვერ მოგედავება, რომ გახედვაც მოასწრო და ზოლის კონტროლი. რომ დაასრულებ ამ მანევრებს, მე უკვე იმის მიხედვით წახვალ რა საშუალებაც გაქვს, რა სიჩქარეს გულისხმობ. ამიტომ იყოს მაქსიმალურად რბილი, ყოჩა, ძალიან კარგია. აი ეგრე. ჩართვა, ოღონდ ძალიან არ აი ეგრე, რაც გჭირდება იმდენ. არა, ჩართვა იდეალური. კაია, ძალიან.